თავი მიათე. მოუწოდა თავის 12 მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება. ეს არის იმ 12 მოციქულის სახელები. პირველი სიმონი, პეტრე წოდებული და ანდრია მისი ძმა, იაკობ ზებედესძე და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფესძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. ეს 12 მიავლინა იესომ, ამცნო და უთხრა: წარმართა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ, არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანი გაწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ, უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით, ნურც ფუთას გზაში, ნურც ორს ამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია. რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენ სიტყვებს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სოდომისა და გომორის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. აჰა, მე მიგავლენთ თქვენ როგორც ცხვრებს მგელთა შორის. აბა იყავით გონიერნი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი. მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათვის და წარმართათვის დასამოწმებლად. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ლაპარაკებს თქვენში. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთფენი კი გადარჩება. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეცმოვა. მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისათვის, როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს. ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადება და საიდუმლო, რომელიც არ შეიტყობა. რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვა შეუძლია გეენაში და სხეულისაც. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე, ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ. ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გონიათ თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავუყო კაცი თავის მამისაგან, ასული თავის დედისაგან და რძალი თავის დედამთილისაგან. კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, გი არ არის ჩემი ღირსი. და ვისაც ძიან ასული ჩემზე მეტად უყვარს, გი არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც თავის სულს პოულობს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, პოვებს მას. ვინც თქვენ ღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს. ვინც წინასწარმეტყველს ღებულობს, წინასწარმეტყველის სახელით,
მიიღებს წინასწარმეტყველის საზღაურს და ვინც მართალს ღებულობს მართლის სახელით მართლის საზღაურს მიიღებს. ვინც დაალევინებს ერთს ამ მცირე თაგანს, თუნდაც ერთს ასმის ცივწყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.